ბოლო დროს ძალიან ბევრჯერ დამისვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მტკიცებულების შემდეგ გადაწყვიტა პროკურატურამ, რომ მუხლი შეეცვალა. მე მიმაჩნია, რომ მუხლის შეცვლის საფუძველი და საერთოდ ბრალის სწორი მუხლით კვალიფიკაციის საფუძველი არსებობდა პირველივე დღეებში. ანუ პირველივე დღეებშივე ძალიან აშკარა იყო, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და ის ვერსია, რომელიც თავდაპირველად ჰქონდა პროკურატურას, რომ თითქოს კელა უძილაურმა თავად გადაწყვიტა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა, იყო აბსურდული და არასწორი. ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელშიც მონაწილეობდა არაერთი ადამიანი და ფაქტი იყო, ვიდეო კამერებშიც ნათლად ჩანდა, რომ გელა უძილაური ყოველ ნაბიჯს, რომელსაც ის დგამდა, სხვადასხვა პირებთან ათანხმებდა. ის კომუნიკაციობდა სხვა პირებთან და ამის შემდეგ მოქმედებდა. ჩვენ დაგვჭირდა რამდენიმე თვიანი ბრძოლა ამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომ ბრალდების მხარეს შეეცვალა მუხლი და გამოძიება უკვე გაგრძელებულიყო შეკვეთილი მკვლელობის მუხლით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტულად ამ საქმეში მუხლი შეიცვალა და უკვე სწორი მუხლით დაკვალიფიცირდა ეს ქმედება, ამის შემდეგ უკვე მოგვეცა ჩვენ საშუალება, უფრო სწორად გამოძიებას მიეცა საშუალება, რომ დადგომოდა სწორ გზას, მოპოვებული ყოფილიყო სხვადასხვა მტკიცებულებები და ამის შემდეგ უკვე რაღაც კითხვებს პასუხი გაეცა, თუმცა მე როგორც დაზარალებული ადვოკატი მოგახსენებთ, რომ ჩემთვის ეს საქმე ნამდვილად არ არის დასრულებული, უამრავი შეკითხვა არსებობს ამ სისხლის სამართლის საქმეში და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არის არასწორი. აქ ძალიან ხშირად მისვამენ კითხვებს კონკრეტული პირების სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს აპირებთ ამ კითხვის დასმას და მე ვამბობ შემდეგს, რომ ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით ან უნდა დადასტურდეს, ან უნდა მოხდეს უარყოფა სხვადასხვა პირების სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ტარიელ, ასევე მინდა გკითხოთ, არ ვიცი თქვენს ნახეთ თუ არა, ბუნებრივია იმდენად გახმაურებულია ეს საქმე, რომ ძალიან ბევრი ვერსია არსებობს მომხდარის, დამკვეთის თუ ასე შემდეგ. არ ვიცი ნახეთ თუ არა, პოლიტიკური პატიმრის გივი თარგამაძის წერილია, სწორედ აი ამ ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სადაც თარგამაძე ამ წერილში ამბობს, რომ უფრო მეტიც ან ჯანგველაძე ძალიან დაახლოებული პირი იყო ბიძინა ივანიშვილთან, უფრო მეტიც რომ ის იყო რაღაცა პირდაპირი არხი ივანიშვილისთვის კრემლში, რომ აი ამ ყველაფერს შესაძლოა უკავშირდებოდეს ამ საქმეში ფარცხალაძის გამოჩენა, ფარცხალაძის გავლენები რუსეთში, რაღაცა ინტერესთა კონფლიქტი. აი, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ კონტექსტში, საერთოდ ფარცხალაძის გვარს ხედავთ თუ არა ამ საქმეში? აი, არ ვიცი, საქმის მასალებში თუნდაც სადმე, ან ვინმე ჩვენებებიდანაც ჟღერდება თუ არა ეს სახელი და გვარი და რა კავშირი ან რა ინტერესი შეიძლება იკვეთებოდეს ყოფილი მთავარი პროკურორის ამ ამბავში? თქვენ თუ მუშაობთ ამ ვერსიაზე, როგორც ოჯახის ინტერესების დამცველი? პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსებმა არაერთი განცხადება გააკეთეს ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს რა თქმა უნდა გასაგები არის, პოლიტიკოსის საქმე არის, რომ სხვადასხვა განცხადება გააკეთოს, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისთვის სასიამოვნო იყოს და მომგებიანი იყოს. თუმცა მე ვარ ადვოკატი და მე არ წარმოვადგენ აბსოლუტურად არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული საქმის გახსნით, რომელი პოლიტიკური პარტია იხეირებს და რომელი დაზიანდება. ჩემთვის თავარი რა არის? ჩემთვის თავარი არის, რომ მე როგორც ადვოკატმა ღირსეულად შევასრულო ჩემი ფუნქცია, დავიცვა ეფექტურად ამ შემთხვევაში დაზარალებულის ინტერესები და დავეხმარო არა მარტო ამ საქმეში, არამედ ყველა საქმეში ეს არის ჩემი მიზანი, რომ მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებას. მე მიმაჩნია, რომ ადვოკატის როლი ნებისმიერ შემთხვევაში დაზარალებულს იცავ, ბრალდებულს იცავ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არის უმნიშვნელოვანესი და ზოგადად ეფექტური ადვოკატურის გარეშე დემოკრატიული სახელმწიფო ნამდვილად ვერ მიიღწევა. რაც შეეხება კონკრეტულ ვერსიებს და ვარაუდებს, მე ვამბობ ერთადერთ რამეს, რომ ეფექტური გამოძიების ჩატარების გარეშე გამოხვიდე და კატეგორიულად ვინმეს ხელი დაადო, აი მაგალითად ახლა მე რომ გამოვიდე და დავადო ფარცხალაძეს ხელი და მოვთხოვო პროკურატურას, რომ ბრალი წაუყენეთ ოთარ ფარცხალაძეს. ეს არასწორი იქნება. მე ვარ ადვოკატი, ჩვენ გვაქვს ეთიკის კოდექსი და მე
არაეთიკურად არასდროს არ მოიქცევი. თუმცა რამე შეხება გქონია? გავაგზავნებ. თუმცა საქმეში არსებობს ნამდვილად გეთანხმებით გამოკითხვის ოქმი. სადაც საუბარია იმაზე, ვისი გამოკითხვის ოქმი? არსებობს ერთ-ერთი მოწმის გამოკითხვის ოქმი და ამასთან დაკავშირებითაც გეტყვით, რომ გამოკითხვის ოქს როგორც ასეთი მტკიცებულებითი ძალა არ აქვს, მოწმემ სასამართლოში უნდა მიცეს ჩვენება. მოწმის მიერ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოში მიცემული ჩვენება არის მტკიცებულება. თუმცა არსებობს გამოკითხვის ოქმი და ეს მოწმე შემდეგ დაიკითხება, რა თქმა უნდა, სასამართლოში, რომელიც გარკვეულწილად მნიშვნელოვან ინფორმაციებს აჟღერებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საუბრობს იმაზე, რომ ნამდვილად ქონდა კომუნიკაცია, ნაცნობობა ნამდვილად ქონდა ლევან ჯანგველაძეს, ოთარ ფარცხალაძესთან და ბოლო პერიოდში მათ ქონდათ გაუგებრობა, უკმაყოფილება და გარკვეულწილად კონფლიქტიც კი. ამაზე საუბრობს კონკრეტული პირი გამოკითხვის ოქში და ეს რა თქმა უნდა დევს საქმეში როგორც მტკიცებულება. ახლა ჩემი მოთხოვნა რა არის? როგორც დაზარალებული ადვოკატის. ჩემი მოთხოვნა არის, რომ შესაბამისად იმუშაოს გამოძიებამ და დაადასტუროს ეს ინფორმაცია, რომელიც გამოკითხვის ოქში არის დაფიქსირებული, შეესაბამება თუ არა რეალობას. რეალურად ეს ადამიანი მონაწილეობდა თუ არა ამ დანაშაულში და ნამდვილად მისი შეკვეთილი არის თუ არა ეს დანაშაული. მე ხელს კატეგორიულად მტკიცებულების გარეშე ვერავის დავადებ, მაგრამ მე მithხოვ გამოძიებისგან, მე ვითხოვ ბრალდების ხარისგან, რომ გამოიძიეთ და ამ კითხვებს უპასუხოთ, რომ ან დადასტურდეს, ან მოხდეს აღნიშნულის უარყოფა, რომ საზოგადოება მიცოდეს სიმართლე და მართსაჯულებამ იზეიმოს ამ სისხლის სამართლის საქმეში და ერთ რამეს ვიტყვი, რომ როგორც აქამდე, მთელი ამ თვეების განმავლობაში, მე გამოვდიოდი ტელევიზიით, არაერთი პრესკონფერენციას გავმართი ამასთან დაკავშირებით და ვაკრიტიკებდი გამოძიებას, ვინაიდან გამოძიება მიდიოდა აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით. მომავალშიც მიუხედავად იმისა, რომ ისე ბოლოს რა შეიცვალა როგორც მიუხედავად იმისა, რომ სწორი კვალიფიკაცია მიეცა კონკრეტულად რატომ მიეცა როგორ კითხვაზე პასუხი ნამდვილად გაიცა, იმიტომ რომ ეს ძალიან აშკარა იყო დამერწმუნეთ, ეს იყო ძალიან აშკარა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. ამის დამალვა, ხელის დაფარება იყო პრაქტიკულად შეუძლებელი. როგორც არ უნდა მოენდომებინა ვინმეს, ვერავის ხელს ვერ დააფარებდა, იმიტომ რომ ეს იყო 100%-ით შეკვეთილი მკვლელობა და თქვენ თუ დააკვირდებოდით საზოგადოების რეაქციასაც და საზოგადოების შეხედულებასაც პირველივე დღეებში სწორედ ასეთი იყო და ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში საზოგადოებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე. პირველი ჩემი განცხადების შემდეგ ყველა მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, რომ 100%-ით მართალი ხარ. და მთავარი რა არის? მთავარი არის ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ მომავალშიც თუ დავინახავთ, რომ გამოძიება ვინმეს ხელს აფარებს. რაიმე საგამოძიებო მოქმედებას არ ატარებს სწორად და ეფექტურად. გამოვართ, მე პირადად გამოვალ და როგორც აქამდე ვაკრიტიკებდი გამოძიებას, ასევე გავაკრიტიკებ და კატეგორიულად მოვითხოვ ამ შეცდომების გამოსწორებას. რა თქმა უნდა, როგორც აქამდე ვიყავი გულწრფელი საზოგადოების წინაშე, ასევე ვიქნები მომავალშიც.